სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისა ჩვენთან არს მილოცავთ ყველას დღევანდელ დღეს შეგვეციოს დღევანდელის მადლი, შეგვეციოს დღევანდელი წმინდანების მადლი და მეოხება, მათი ლოცვით და მეოხებით ღმერთმა გადაარჩინოს, გაამთლიანოს, გაერთიანოს ჩვენი ქვეყანა, დაიფაროს ჩვენი მონასტერი, ყველა მართლმადიდებელი ქრისტიანი. დღევანდელ დღეს წმინდა ეკლესიამ დაადგინა საშინელი სამჯაროს ხსენება. ჩვენიც ვინც დადიხართ ტაძარში და ისმენთ სახარებას და ვცდილობთ ასე თუ ისე იცხოვროთ ქრისტიანულად და არის ახლა მოსამზადებელი პერიოდი დიდი მართვის და წინა საკითხავების სახარებისა იყო თითქმის ყველა სახარება იყო სინანულზე. აქ იყო ზაქეს კვირა, რომელიც ასევე სინანულზე იყო, მეზერეს და ფარისეულის კვირა, უძღებიშვილის კვირა და თითოეული ესახარება ადამიანს ეუბნებოდა, რომ სინანული ყველაზე მნიშვნელოვანია ქრისტიანი ადამიანის ცხოვრებაში, მაგრამ დღევანდელ დღეს წაკითხული სახარება უფალი ჩვენი გვეუბნება, რომ აი ყოველივე ამის შემდგომ ადამიანს ოდესაც აქვს სინანული და ცოდვათვის და განცდა, რომელიც მიდის უფალთან, ეს მნიშვნელოვანია, მაგრამ რომელი სათნოება არის ის, რომელიც გვაცხონებს და შეგვიყვანს ჩვენ სათავსასუფეველში. როგორ განარჩინა უფალი ამბობს, რომ როგორც რომ წყემსიო განარჩესო ცხოვართაო თიკანთაგანო, ესე განირჩევა მართალი ადამიანის, ცოდვილი ადამიანისგან, როდესაც მოხდება დიდებით მოსვლა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი და იქნება საუკუნო განსჯა ადამიანის სულისა. როდესაც პირველად მოვიდა მაცხოვარი ჩვენი იესო ქრისტე, იმან ჩვენი წოდები იტვირთა და რაღაცნაირად ცდილობდა, რომ ესწავლებინა ჩვენთვის თითოეული ჩვენგანისთვის ის ცხოვრება, ის ცნებები მოგცა, რომელიც მიყვანებული იყო სათავსასუფეველში ადამიანის და იმან თავისი სრული დიდება არ გამოამჟღავნა და არ გვანახა თავისი სრული დიდება, პირიქით გვანა ჩვენთვის, გვანახა, რომ ადამიანის გულისთვის უნდა გაწყიროს თავი, როგორც თვითონ მოვიდა და შეწყიდა თავი თითოეული ჩვენგანისთვის და ჩვენი ცოდვებისთვის, რომ ესწავლებინა მოყვასის სიყვარული, ესწავლებინა თანადგომა, ესწავლებინა სათნოებები, ეს სულიერი სათნოები, რომელიც მნიშვნელოვანი ადამიანის ცხოვრებისათვის და დღევანდელ დღეს სახარებაში, რომელიც წავიკითხეთ ჩვენ ხაზგასმით არის ადამიანის მოწყალებაზე. რატომ არ არის სხვა სათნოები ნახსენები, რატო არ ეუბნება უფალი, რომ აი შენ არ ქონდა მოყვასის მიმართ სიყვარული, არ ქონდა სხვა სათნოებები და მინდა გითხრათ, რომ მოწყალება არის ნაყოფი ამ ყველა სათნოებისა, რომელიც ადამიანმა უნდა შეიძინოს. რომ თუ მოყვასის სიყვარული არ გაქვს, თუ ვერჩი დგომის უნარი არ გაქვს, ვერ იქნები მოწყალე. ამიტომ ეს ყველაფერი თანდათან ადამიანმა უნდა მოინდომოს, უნდა ასწავლოს საკუთარ თავს, რომ გახდეს მოწყალე და შემწყნარებელი ადამიანის. პირდაპირ ეუბნება უფალი, რომ აი შენ განგარჩევ იმიტომ, რომ შენ მოხვედი ჩემდა, როდესაც წყუროდა და მასვიმე წყალი, როდესაც საპყრობილესა ვიყავი, მოხვედი ჩემდა, როდესაც მშიო და მომეციმე ჭამადი. როგორ აიგივებს უფალი ადამიანთან თავის თავს და ეუბნება, რომ ეკითხებიან მე ეს მართალი ადამიანები, რომ უფალო როდის ვიყავი შენთან, როდის მოვედი შენთან, როდის გასვი შენ წყალი, როდის შეგმოსცე შესამოსელი. და უფალი ეუბნება, რომ რომელიცა უყავთ ყოველთა ამათაგანსა, ის მე მიყავითო. და ასევე ეუბნება იმ ადამიანისაც, რომელსაც არ აქვს მოწყალების უნარი და ბოროტებაში და ამქვეყნიურად მარტო საკუთარ თავზე ზრუნვა აქვს და ეგოისტური დამოკიდებულება საკუთარი თავის მიმართ, რომ როგორც მარტო ჭამოს, სვამ და იხარებდნენ, სხვა საზრუნავი როგორც არ აქვს ადამიანს, სწორედ ასეთ ადამიანებს განაწესებს საუკუნო სამსჯავროში და ეს იქნება საუკუნო განსჯა ადამიანის. აი ამ დღეს განსჯილი ადამიანი, როდესაც დიდებით მოვა უფალი ჩვენი იესო ქრისტე, ამ დროს განსჯილი ადამიანი საუკუნო დაიმკვიდრებს ღვთის სასუფეველს და საუკუნო დაიმკვიდრებს და წავა, სადაც იქნება ტირილი და ხრჭენა კბილთა. და ესე არის, უნდა გავიხსენოთ ჩვენ ღარიბი ღატაკი ლაზარეს ცხოვრება და მასთან დიდრი შესასვლელთან რო ცხოვრობდა. როგორი გაჭირვება ქონდა, როგორი დაწყულებული ქონდა, როგორი ავადმყოფობა ქონდა მას და წყულებიდან ძაღლის
მისულას ნატრობდა, რომ ძაღლები მისულიყვნენ და რომ ელოკათ მისი წყლები, რომ ცოტა შვება ეგრძნო ამ დაავადებისგან. და ასეთი ადამიანი, როგორიცაც მიიცვალება ლაზარე, ის ღვთის სასუფეველში ხდება, ა ブラ ამის წიაში ხდება და ის დიდარი, რომელიც არ ქონდა საზღუნავიდან, ერთხელ არ შეუმჩნევია ის გლახაკი, არ შეუმჩნევია ერთხელ ის ხდება მერე ჯოჯოხეთში და წარმოიდგინეთ მაინც ეგოისტური დამოკიდებულება იქ დაინახა, სასუფეველში დაინახა და მას რომ საერთოდ არ უზრუნვია ამ გლახაკზე იქიდან თხოს ა ブラ ამს რომ ლაზარე მოავლინე ჩემთანო რომ მან დააწოსო წყალშიო და ენა გამიგრიულოსო წარმოიდგინეთ მაინც ან ხო შეიძლება გამოხატოს რაღაცნაირად ადამიანმა გამოხატოს სინანული არა ითხოვს იმისაგან ვისკერად საერთოდ არ გაუხედავს არ დაუნახავს და არ შეუმჩნევია იმისგან ითხოვს ისევ მოწყალებას და ესე ვართ ადამიანი ხანდახან ჩვენ ვერ ჩიყოფ ადამიანს ვერ ვამჩნევთ მაგრამ როდესაც რაიმე მოდის განსაცდელი რაღაცა მისგან ვითხოვთ ვერჩი დგომას მისგან ვითხოვთ შეწყალებას მისგან ვითხოვთ დახმარებას აქამდე არ ვამჩნევდით მაგრამ როდესაც გრძნობთ მის საჭიროებას მისი გვერდის დგომის საჭიროებას როდესაც გრძნობთ მაშინ გვახსენდება ის ადამიანი და ერთმა გაშოროთ ეს დამოკიდებულება ადამიანების მიმართ რომ ყველას მიმართ უნდა იყოთ გულხურვალენ ყველას მიმართ უნდა გქონდეთ განურჩევლად მისი მდგომარეობისა ფიზიკური სულიერთ მატერიალური მდგომარეობისა ყველას მიმართ უნდა გქონდეთ შემწყნარებლობა და სიყვარული როგორც ღვთის ქმნილებასთან იმიტომ თითოეული ადამიანი მისი ნაკლოვანების მიუხედავად მისი ფიზიკური შეუხედავობის მიუხედავად ის ღვთის ქმნილებაა ღმერთმაინება ის ასეთი არის ღვთის ქმნილება და ჩვენ არ გვაქვს უფლება გამსაჯოთ ის და მის სულში ვიაროთ და ვისეიროთ რომ განვიკითხოთ ის ადამიანი ის რატომ მოიქცა ისე რატომ დააშავა რატომ ჩავარდა ცოდვაში მხოლოდ მან იცის ეს მხოლოდ მან იცის რომ რა მაიძულა რომ ცოდვაში ჩავარდნილიყო მხოლოდ მან იცის თუ რატო ვერ დათქვნა თავისი ის ნებები და ის თუნდაც ადამიანის მიმართ შური და ის განწყობილება, რომელმაც მიიყვანა ადამიანი ცოდვაში ჩავარდნამდე და ამიტომ შეეცადეთ, რომ უგან იკითხოთ ადამიანებს. დიდი მარხვა იწყება, ეხლა და სინანული ძალიან მნიშვნელოვანია ამ მარხვაში და ღმერთმა მოგმადლოთ. ისწავლეთ მოწყალე, აიძულეთ საკუთარი თავი, აი, როდესაც დაინახავთ ვიმეს, აი, არ გინდა სირედი გაეცით, მაგრამ ისწავლეთ. ვიღაცა სიტყვით ჭირდება თქვენი გვერდში დგომა და არ გაქვთ დრო. აი საკუთარ თავს მოაკელით, აი საკუთარი თავის სიამოვნებას მოაკელით, ის ნახევარი საათი და მიდით და ანუგეშეთ ადამიანი. ერთი თქვენი თბილი სიტყვა შეიძლება ამ ადამიანისთვის იყოს უდიდესი სიხარული, რომელიც მას მოაქცევს და მისცემს ცხოვრების გაგრძელების ძალას. ღმერთმა დაგლოცოთ და ღმერთმა შეგაძლებინოთ, რომ გახდეთ ჭეშმარიტი ქრისტიანები. ყველაზე მთავარი, ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც არის სიკეთის კეთება და ადამიანის გვერდში დგომა. ღმერთმა დაგლოცოთ და შეგიწყალოთ.